მოგესალმებით მოწვეულო სტუმრებო. მე მინდა მოგილოცოთ წინასწარ ხვალინდელი დღე და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო. ამასთან ერთად მინდა ცნობისათვის საქართველოს პატრიოტთა ალიანსს მიულოცო ფრაქციის შექმნა, რომელიც გუშინ ბიუროზე ცნობად მივიღეთ. მხარე დაუჭირე და დარეგისტრირდა და ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. ბატონო ფრიდონ, თქვენის ფრაქციის ხელმძღვანელობით მინდა რომ მადლობთ ბატონო თავმჯდომარე. მე იმედი მაქვს რომ იქნება კარგი ნორმალური ურთიერთობა. აუცილებლად, რა თქმა უნდა. წარმატებები. კი, გისმენთ ბატონო. თუ ამ საკითხს არ ეხება მილოცვის ნაწილში. ამ საკითხში უერთდები ბატონ თავმჯდომარეს, გილოცავთ ფრაქციის ჩამოყალიბებას, ბატონ ფრიდონ თქვენს პირადად გილოცავთ. წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ. მადლობთ. მე თუ შეიძლება 1-2 სიტყვით ისა ჯერჯერობით ისა ბატონ მაგარ პარმენ გელოძეს უნდა სიტყვას თქმა. ფრაქციის სახელით გულოცავ ბატონ ფრიდონს ამ ახალ ფრაქციას წარმატებებს უსურვებ და იმედი მაქვს რომ უფრო საინტერესო გახდება ამ ფრაქციით პოლიტიკური ცხოვრება საკრებულოში. ბატონ ჯავა გისმენთ? უერთები მილოცვას ბატონო ფრიდონ, გილოცავთ ფრაქციის შექმნას, მეტი ენერგიით, მეტი სიყვარულით ამ ქალაქის და წარმატებებს გისურვებთ. გისმენთ ბატონ ფრიდონ? მე ერთადერთი შემიძლია ვთქვა რომ უღმესი მადლობა ყველას მოლოცვისათვის. მე ამ ქალაქის სიყვარულში 20 წელი ამ ცხოვრობდა, მართლა ჩამიხუტა ამ ქალაქმა და მართლა შემიყვარდა. 1-2 და 3 მაგათ, 4 მაგათ ალბათ გავაკეთებთ ყველაფერს იმას, რაც ქალაქში ირდება, რაც ამ ჩვენს გუნდს ჭირდება ყველას ერთად და რა ვიცი, ვნახოთ, გვაჩვენებს მომავალი სიტყვას როცა ვიტყვი, ყველაფერს ვასრულებ ხოლმე და ყველაფერი კარგად იქნება. გაიხართ. დღის წესრიგთან დაკავშირებით თუ არის შეკითხვები? ბატონო თენგო, შეიძლება დღის წესრიგთან დაკავშირებით გეკითხებით, არის რამე შეკითხვები თუ არა? მაშინ კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე დღის წესრიგი რამ რედაქციით. ერთხმად მადლობთ. განცხადებებთან დაკავშირებით გისმენთ ბატონო თენგის? მადლობთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ჯავაბერიძეს მიულოცო. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა, მოგეხსენებათ ის დაინიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. ჩვენს კოლეგას და მეგობარს მინდა წარმატებები უსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ნაყოფიერი მუშაობა და ყოველივე სიკეთე. გილოცავთ ბატონო ჯავა. დღეს მოკლედ მოლოცვების დღე არის, მგონი რა უყურებ გისმენთ ბატონო ირაკ. კი, ყოფილიყოს ნამდვილად. მე მინდა განცხადება გავაკეთო რამდენიმე ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა რომ მერიის სათანადო სამსახურის წარმომადგენელი ყოფილიყო, იმიტომ რომ უშუალოდ მერიის კეთილმოწყობას ეხება ეს საკითხები, თუმცა ალბათ ვიღაც უყურებს ამჯერ პირდაპირ გადაცემას და მერიამდე მიიტანებენ ჩვენს სადგილას. რა მაქვს ხედულობაში? ეს არის ეგრეთ წოდებული ქალაქის კარიბჭე, ნალი თუ რა ვიცი მე 1000 რაღაცა დაარქვა მოსახლეობამ იმას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იცით თქვენო ჩვენი ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ნახევარი ლარი არის თავის დროზე დახარჯული. თუმცა ეხლა ეს არის სიმბოლო თითქოს რომ შემოდიხარ ქალაქში, შემოდიხარ კარიბჭეში. ახლა ეს თანხა გადახდილია, სათანადო მოვლა პატრონობა ჭირდება და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ რეალიზებულ პროექტში მე მეჩვენება თავის დროზე წყალში გადაყრილი ფული იყო, მაგრამ ახლა ფული არის გადაყრილი, ის ფუნქცია რაც ევალება, ის ფუნქცია უნდა თავის დროზე შენიშნა მივეცი მე სათანადო სამსახურებს, რომ არ იყო კარგად განათებული. ეს იყო ჯერ კიდე არჩევნებამდე. ეხლა საერთოდ ჩამქრალი არის. მე ვფიქრობ, რომ ახლა სათანადო ჩვენ ძალიან დიდ ახალს ვიხდით ამ ქალაქის განათების სისტემებთან დაკავშირებით და ეს საკითხი არის აუცილებლად გადასაწყვეტი, იმიტომ რომ უამრავი ტურისტი შემოდის დღესაც, ტურისტთა თავიდანვე ჩვენი ქალაქის მოსახლეობა უყურებს ამას და ძალიან უპატრონოდ გამოიყურება იქაურობა. ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხი არის საერთოდ ადრე ქონდა ჩვენ გარკვეული წლების წინ ასეთი დავალება ქონდა
მშენებლებისთვის, რომ მშენებარე სახლები ყოფილიყო განათებული თეთრი განათებით. ეს ერთი სილამაზეც იყო და შემდგომ და იყო უსაფრთხოების მიზნითაც. დღეს ვერ ნახავთ თქვენ ვერცერთ მშენებარე სახლს, რომელიც არის განათებული. ეს იყო დავალება და ამას ასრულებდა საერთოდ ყველა მშენებელი. ყოველ შემთხვევაში ამ საკითხებზე არის ყურადღება გასამახვილებელი, იმიტომ რომ ჩაბნელებულია ქალაქში საღამოთი რო გაივლით, არ ჩანს იქ რომ თქვა მშენებარი არის. და ყველაფერს თავისი სილამაზე, თავისი წესი აქვს. ჩვენ ქალაქს ასეთი თქვა სამშენებლო განათება უხდებოდა და ყველა ხედავდა რომ თუ თქვა აუცილებელიც იქნება, შეიძლება ჩვენ საკრებულო დადგენილები დავავალდებულოთ მშენებლები ბატონო ირეკლი ალბათ თქვენ ამაზე გიფასუნებთ. და კიდევ ერთი საკითხია, აეროპორტში შესასვლელია თუ გამოსასვლელია დგას იცით ძველი თვითმფრინავის მაკეტი. ფადიკო გოგიტიძის ძეგლთან. ახლა ეს თვითონ ტერიტორია კი არა, აეროპორტი და ეს თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრო დადგა. ადრეც მიუხედავი იყო და მე დაუკავშირდი ეკონომიკის სამინისტროს, გვინდოდა ჩვენ გაგვეკეთებინა, მაგრამ ვინაიდან არ შევდიოდა ჩვენს იმაში კონებრივ ვალდებულებებში, ჩვენ ვერ გავაკეთეთ, ფული ვერ დავხარჯეთ. თუმცა ახლა იქ ისეთი რაღაც გასაკეთებელი არაფერი არ არის, იმდენი არის ბატონო ირაკლი სამაჟორიტარიო და თვითონაც იქაც ხორო და მეთანხმება რომ დღეს როგორ არის კუდი მონგრეულია, საღებავი აცილილია და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა ეს თვითმფრინავი და თან ფადიკო გოგიტიძის ფონს უხდებოდა. და რაღაც არ ვინმე მშენებელს დაუვალოთ, არ ბიზნესმენს დაუვალოთ, ეკონომიკის სამინისტრო თქვა როგორ ჩანს ამას ახლა იმდენ ყურადღებას არ ახსენებს და პატარა რაღაცეებიდან შედგება ჩვენი ქალაქის სილამაზე ისევე მინდა ეხლა თქვა თავის დროზე კარგად გაკეთდა ძალიან ისე უპატრონოდ გამოიყურებოდა ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ეხლა დღეს რომ მიხვიდეთ თქვენ რაღაც ტრაქტორს თუ მანქანებსაა გადაული ეს გაზონი ის არის თქვა წყალი დგას, გუბეები დგას იმაში და არის ისეთი მცირედი რაღაცები სამსახურებს, სათანადო სამსახურებს ეს ევალება რომ მიაქციოს ყურადღება. ჩვენ თუ ხედავთ ახლა ამას რა, მე მგონი სათანადო სამსახურები თვითონ უნდა იყვნენ მოტივირებული რომ ასეთი რაღაცები, როდესაც დაინახავენ, უცებ აღმოფხვრან და ჩვენ ქალაქის არ დარჩეს მომსვლელს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ქალაქს რაღაც პატარა ნიუანსებში ვიღაცა ეთქვენ, ნახე რა უპატრონოთაა ყველაფერი მიგდებული და კიდევ ერთი ვასრულებ დამთავრდა სეზონია რა. ახლა ის ჯიხურები, რომელიც იყო და ამახიჯებს ჩვენ ქალაქს, გასაგებია რომ თქვათ რაღაც მოსახლეობის საჭიროებების გამო უჭირს მოსახლეობას წავედით და დამთავრდა ეს სეზონი და ეხლა არის ზუსტად ის დრო, როდესაც ამ ჯიხურების აღება შეიძლება. არის ბურახის რაღაც ისინი კასრები დატოვებული, ჯაჭვები დაბული, რაღაც სკამები დატოვებული, სიმინდის აპარატები დატოვებული და ეხლა ამას ეხლა თუ არა ვიღებ ჩვენ ვერაზოსაც ვერ ავიღებ რომ მოვა სეზონი მერე იქ უნდა გავაფრთხილოთ ჩვენ ბატონო გოგა ალბათ ეს ხო კი ბატონო თუ თქვათ ეს რა იცი თვალშისაცემი არის რა მალოდ ბატონო ირაკლი გისმენთ ბატონო დიმა და შემდეგ ბატონი ინჯაბა და შემდეგ ბატონო გიორგი რა ვიცი რაღაც ისე იყურებით რომ მეთქი ხო არ გინდეთ რამეს კარგით მოგესალმებით მეც უერთები მილოცვას ასევე გილოცავთ ხვალინდელ დღეს ქალაქში მოძრაობის წესებთან დაკავშირებით მინდა განცხადება გავაკეთო და ეს უკვე თვალნათლივ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სადღესასწაულო დღეებში, როდესაც ბაგრატიონის ქუჩა ფაქტიურად ცარიელი იყო და პუშკინის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, აქეთ გორგასალი, ფარნავაზ მეფე ყველა გადატვირთ იმის გამო, რომ ფაქტიურად ბაგრატიონზე გადასასვლელი ერთადერთი ქუჩა რჩება, მელიქიშვილის ქუჩა და იქაც ძალიან დიდი საცობები არის. ეს იმის გამო ხდება ყველაფერი, რომ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მიმდინარეობს სამუშაოები, მასზე რა ქვია, ხო, ასევე ლერმონტოვზე, ლუკასათიანზე და თვითონ ძალიან ცუდი არის ის, რომ რაღაც უნდა შევიმუშაოთ ისეთი მაგვარი, რომ მაგალითისთვის გეტყვით ლუკასათიანის და ჭავჭავაძის კვეთაში, როდესაც შუქრიშანს გადადიხართ, ორმხრივად არის მანქანები დაყენებული და არ არის არანაირი პარკირება არ მოქმედებს, არაფერი იქ საღამოს
წარმოუდგენელია ერთი მანქანის გავლაც კი მით უმეტეს ამ ქუჩაზე ავტობუსი მოძრაობს და ძალიან დიდი პრობლემა ექნება მოსახლეობას. ასევე გადასასვლელი ბაგრატიონის ქუჩაზე არაერთხელ აღვნიშნე რომ კვირაში ერთხელ მაინც რო გაიაროს ტრაქტორმა შესაძლებელი იქნება რომ მანქანები გადავიდნენ ბაგრატიონის ქუჩაზე და მივაქციოთ რა ამას ყურადღება. ბატონ ჯაბა ესე იგი ვეთანხმები ბატონ ირაკლის მიდგომაში რომ აი ძალიან შეიძლება ითქვას აი გარეგანათების კუთხით სერიოზული პრობლემა გვაქვს ასევე დავამატებდი ჭაჭის კოშკზე განათება საერთოდ ნახევარი საერთოდ ჩამქრალია და არის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობა ნუ ახლა ჭაჭის გამო ვამბობ ისა ხო ჭაჭის გამო ვამბობ თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და იმედია ეს ჭაჭის სისტემა იმუშავებს ზაფხულში. ასევე მინდა აღვნიშნო რომ ქალბატონ ეთერ მაჭუტაძეს მინდა მიულოცო ახალი თანამდებობა. ნუ ჩემსგან შეიძლება ეს ამბავი ქალბატონ ეთერისგან გამომდინარე, მაგრამ მე მაინც ვაფასები ამ ადამიანის შრომას, რომელიც აი ძალიან დააკლება მე ვფიქრობ ქალაქს, მაგრამ არც შორს არ წასულა იგივე ჩვენს ქონებაზე აგრძელებს მუშაობას. და ვფიქრობ რომ იგივე ტემპით, იგივე სიხალვათით გააგრძელებს ახალი ხელმძღვანელი მუშაობას. ასე რომ რაც შეეხება გარეგანათებებს, საერთოდ არის ქუჩები, რომლებიც აქ ხარვეზები გვაქვს ამ კუთხით და იმედი გვაქვს რომ შესაბამისი სამსახურები ხა ბატონი თენგიზი არ ესწრება აქ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი და ალბათ მიიღებს ცნობა და ამას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს, იმიტომ რომ არის სახლები, რომელიც მაგალითად ნახევრად ჩამქრალია, ნახევრადგან არის ქუჩები, მაგალითად მერიის ქუჩა, ასათიანის ქუჩა რუსთაველთან მიმდებარედ არის ჩაბნელებული შეიძლება ითქვას და გარეგანათების კუთხით ნამდვილად პრობლემები გვაქვს, რაც ადგილობრივ მოსახლეობაც, მე შემოსულ ტურიზმსაც და ავი ყველას პრობლემას უქმნის. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ. გისმენთ ბატონო ირაკლი? მოგესალმებით, გილოცავთ ყველას წინასწარ დღესასწაულს. მე ბატონ თავმჯდომარე პრინციპში ერთი რაც მაინტერესებს და მინდა გთხოვოთ თქვენ თუ შეიძლება ალბათ ყველას გვაქვს ინფორმაცია რომ ბათუმის წყლის ხელმძღვანელს სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ყავს ბატონი თენგიზ ქოქოლაძე თუ არ ვწდები და საინტერესოა მისი ხედვები ჩემი აზრით ჩვენთვის საკრებულო მერთობლივად რომ მოვისმინოთ ამ ადამიანისგან თუ რას აპირებს როგორ აპირებს იმიტომ რომ მე როგორც მაქვს ინფორმაციები რაღაც ტიპის რეორგანიზაციებიც არის დაგეგმილი რაღაცა ახალი ხედვებიც ახალი მიმართულებებიც ამ სამსახურის გასამვითარებლად და თუ შეიძლება ბატონო თავმჯდომარეულოს შემდგომ საკრებულოს თომაზე მოვიწვიოთ ბატონი თენგიზი და მისგან პირადად მოვისმინოთ ბათუმის წყლის სხვა იმდენად დღის პერსპექტივები მისი თვალით დანახული ყოველ შემთხვევაში. დავამატებ ბატონო ირაკლი ნამდვილად კარგი იქნება და ასევე თუ იქნება ამ თუ გაგვაცნობენ გაზმომარაგების და ენერგოპროს მუშაობას რას აპირებენ, როგორ აპირებენ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პრობლემა იყო როგორც წესი ჩვენ შეჩვეული ვიყავით წლების განმავლობაში რომ საახალწლოდ მოდიოდა ორმაგი გადასახადი დენზე, მაგრამ რატომღაც ეხლა მოხდა რომ გაზის გადასახადი მოვიდა ორმაგი და სამმაგი ზოგან და თუ იქნება შესაძლებელი რომ ამ ადამიანებთან შევხვდეთ და მოდი ხტომასთან დაკავშირებით ეხლა ხტომის ნაწილში ვერ დაგეთანხმები ბატონო ირაკლი და ისე უბრალოდ ვთქვათ გქონდა ჩვენ ეგ ადრეც და ეხლაც თუ მივიღებთ იმად რომ ვთქვათ ЧП-ები, АИП-ებია და კიდევ ხელახლა ყველას ერთად აბსოლუტურად გამოვხატავდა ყველა აბსოლუტურად საკრებულოს წევრი იქნება ამის ინიციატორი, უფრო უკეთესი იქნება და არა მხოლოდ მარტო ფრაქცია მაგალითად და მეორე ნაწილში მოგეხსენებათ ბრძანდებოდა ფინანსთა მინისტრი, გეგმავთ კიდევ ჯანდაცვის მინისტრის მოწვევას, რომელიც საიფაქტურა ჩვენ გვაქვს რაღაც წილი ვალდებულებები და პროგრამები და ამიტომ თქვათ ის სოკარი იქნება თუ ასე შემდეგ, ვფიქრობ რომ მოვიწვიოთ თხოვოთ და ვესაუბროთ. კი, ქალბატონი ნატო, ბატონი ირაკლი.
იმდენი მილოცვები ისმის, მეც უერთები ყველა ამ მილოცვას და გისურვებ წარმატებებს და ვუსურვებ წარმატებებს და ამ სულისკვეთებას გამოეხმაურები, მეც სურვილი მექნება განსაკუთრებით ენერგოპროჯორჯიას ბატონ თემურ, განსაკუთრებით ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენელთან მინდა შეხვედრა, შეიძლება თქვენც იგივე გინდათ, იმიტომ რომ მეურნეობა, რომელიც მათ ბალანსია, ძალიან მოუწესრიგებელია ქალაქში და შემიძლია თქვა პირადად შევეხე იმას, რომ ბოძები, რომლებიც არიან ავარიულ მდგომარეობაში იყვნენ მოსულები და რაღაც, დეტალებს მათთან შეხვედრისას ვისაუბრებ, სასურველია, თუ კი ასეთ შეხვედრა შედგება. უზრუნველყოთ თარიღი, აპარატს ვთხოვ, დავადგინოთ თქვა ვის როდის ექნება მაგის საშუალება და მე უზრუნველყოფ მაგას, რომ ვთხოვო და სოკარის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი და ენერგოპროსი ვთხოვოთ და გავესაუბროთ აქ. ესე იგი ბატონი ირაკლია და შემდეგ ბატონი თემური. ჩავლეიშვილი. თემას გავაგზავნებთ ძალიან კარგად თქვით ბატონაშა. მე მინდა უფრო სიცხადე შევიტანო, კარგი იქნება ჩვენ რომ მინისტრთან შეხვედრა ქონდა და მაშინ გამოვთქვით აზრი, რომ სხვა მინისტრებსაც შევხვდეთ, არა საკრებულოს თომის ფორმატში, არამედ უბრალოდ შეხვედრის ფორმატში და კიდევ ახალი საპატრულოს უფროსი ყავს ჩვენ ქალაქს. ძალიან სამწუხარო, რომ ხშირ-ხშირად იცვლება საპატრულოს უფროსები, ჩვენ სახელზეც ვერ ვასწრებთ დამახსოვრებას საპატრულოს უფროსის და არის ძალიან ბევრი პრობლემა ქალაქში. ქალაქში საცობებთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც არის და ჩვენ პირიქით დავეხმარებით ჩვენი ხედვით, იმიტომ რომ ჩვენ არჩეული დეპუტატები ვართ და ვიცით უფრო სიღრმისეულად ეს პრობლემები და ხელშეუწყოთ მის მუშაობის ეფექტურ წარმართვას. რაც შეეხება, კარგი იქნება თუ აპარატი იზრუნებს იმაზე, რომ თქვათ გრაფიკში გავწერთ ამას, რომელ მინისტრთან, რომელ კვირას ან რომელ დღეს გვექნება, ეს გავხადოთ საჯარო და თქვათ იმის მიხედვით ჩვენც ჩამოყალიბებული ვიქნებით ამასთან დაკავშირებით, თქვათ მინისტრები რომელ დღეს შეძლებენ წინასწარ რომ შევეთანხმდეთ. თუ თქვათ ამ თვეში ვერ მოახერხეთ, იმ თვეში რომ კონდეს გაწერილი, იმთვის თქვათ გრაფიკი, რომელ მინისტრს ხვდებით, რომელ თანამდებობის პირს ხვდებით და ასევე შეფესების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. მადლობთ ბატონო ირაკლი, გისმენთ ბატონო თემო. ხო, მოგესალმებით ყველას, გილოცავ დამდეგ დღესასწაულს, ყველას ულოცავ ბატონ ფრიდონს ულოცავ ფრაქციის თავმჯდომარეობას და იმედია თანამშრომლობა იქნება შესაბამისი ჩვენ შორის. ჯაბას მის თანამდებობას ულოცავ, ამდენად გამიხარდა ძალიან და ძალიან კიდევ რაღაც შეთავაზებაც მაქვს და თანხმობას თანახმა კიდევაც შეთავაზებაზე. ხო, რაც შეეხება ახლა ჩემს აგრს, ამდენად ვეთანხმები ამ დაბარების აგრს, მაგრამ ახლა არა, ხო. და საერთოდ მასე თუ მე მინდა ერთი რამ თქვა ჯერ პირად მაშინ შენიშვნის სახით რეგლამენტის საკითხი სპიკერეთმა უნდა მოგცეს მაგალითი სპიკერეთმა რეგლამენტის შესრულების ეს ისე ყოველ შემთხვევაში ხო მეგობრული რჩევის სახით ხო რაც შეეხება ამ დაბარებასა თუ რაც გვინდა ვთქვათ ვეთანხმები და მართალია ირაკლის ვეთანხმები იმაში რომ ეს ალბათ სხდომის ფორმატში არ გამოდგება შესაბამის კომისიებს დავავალოთ მაგალითად დავავალოთ ვაჟარამიშვილს რომელიც მათ შეუძლია მოიწვიოს ბატონო იგივე ენერგოპროჯორჯიას ენერგოპროჯორჯია იგივე ბატონი ქოქოლაძე და შესაბამისმა მაგალითად იურიდიულმა კომისიამ მოიწვიოს საპატრულო პოლიციის უფროსი და აი ამ ფორმატში გაფართოებული კომისიის სხდომის ფორმატში უკეთესი იქნება ალბათ ამის ჩატარება. ეს ერთი, მეორეც მე რაც მინდოდა მეთქვა და მთავარი ახლა ამასთან დაკავშირებით ბევრს არ ვლაპარაკობ, ყველა მიაქცია ყურადღება ამ ქუჩებზე. მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ ამას და კარგია ზედამხედველობის სამსახური რო ესწრებოდეს ახლა, მაგრამ არა არის თვითნებურად შემოღობა ქუჩების. ქალაქში ძალიან ბევრ ადგილზე შემოღობილი აქვს ჩასმული მილები და ჯაჭვი გაბმული ვიღაცებს მანქანის გასაჩერებელი პირდაპირ ქუჩაზე. აი მაგალითად დღეს მე გამოვიარე გორგასალის ქუჩით და აბაშიძისა და გორგასალის ქუჩის კუთხეში ერთ-ერთ ოფისთან არის 2 მილი ჩასმული, ჯაჭვი გაბმული და მწვანე დაროშკა კიდევ იმამდე ოფისში შესასვლელი ოფისამდე გაკეთებული. გასარკვევია ნებართვა გაცემული ამაზე არა, ნებართვა იხდიან იქ რამეს თუ არ იხდიან თუ უნებართოდ მოახერხა აკეთებს ხალხს რამოდენიმე ადგილზეა ქალაქში ესეთი რაღაცეები. მადლობთ. ბატონი ფრიდონი და შემდეგ ბატონი ირაკლი თქვენ რამდენი ირაკლები
ბატონო თავმჯდომარე, წეღა ცოტა ემოციებით ვიყავი დატვირთული, რაღაც გამომჩა და ეხლა მე და გამოვასწორო შეცდომა ბატონ ჯაბას მიულოცო ფრაქციის სახელით, რა თქმა უნდა, ეს დიდი თანამდებობა. იმედია რომ ბატონი ჯაბა ყველაფერს ხუთიანზე გააკეთებს, ამაში ეჭვი არ გვეპარება. აგრეთვე მინდა მიულოცო ჩემი ფრაქციის წევრებს, ჩვენი ფრაქციის შექმნა. მე ისეთ ხალხთან მიწევს ფრაქციის თავმჯდომარეობა, რომ ეს ჩემთვის საამაყოა და ნამდვილად ასეთ ხალხთან ერთად ჩვენ მართლა ბევრ კაი საქმეს გავაკეთებთ. ამის საშუალება არის და შესაძლებელი. კაი ხართ. ბატონო ირაკლი გისმენთ? ბატონო თავმჯდომარე, ერთი კითხვა მაქვს მე ჩვენს აპარატთან, ანუ გარდა იმისა, რომ როგორც ეს შეგვიძლია ვთხოვოთ ხოლმე მერიის სამსახურის უფროსებს, რომ მოვიდნენ ჩვენს სტომებზე, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ბატონო სულიკო, ანუ ოფიციალურად რა ფორმა შეიძლება მივმართოთ, რომ საკრებულოს სტომამდე 1-3 დღით ადრე ყოველ შემთხვევაში წერილობით რომ მივწეროთ და იქნებოდეს მე გვეღირსოს ის მომენტი, რომ სხვა ფრაქციის წარმომადგენლები ან სხვა დეპუტატები ყოველდღიურად სისტემატურად არ ამბობდნენ იმას, რომ რატო არ ეცრებიან მერიის სამსახურის უფროსები. რა სამართლებრივი ფორმა შეიძლება მოვიძიოთ ჩვენ? კანონმდებლობაში და რეგლამენტში, მაშინ ბატონო თავმჯდომარე გთხოვთ რომ აპარატს იქნებ დავავალოთ, რომ აუცილებლად შემდგომი საკრებულოს თქმა წინასწარ წერილობით აცნობოთ ყველა სამსახურის უფროსს, რომ აუცილებლად მიუხედავად ეხება თუ არ ეხება ეს თემა მათ, ესწრებოდნენ საკრებულოს თქმას. ეს არის ჩემი როგორც მოადგილის თხოვნა თქვენთან. ხო, მე ვფიქრობ, რომ აქ კითხვები იბადება საკრებულოს თქმას. ბატონო სულიკო, აქ ჩვენი სხდომის თავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ რა კითხვას დაიბადება, იმ კითხვაზე საზოგადოება მიიღოს კომპეტენტური და სწორი პასუხი. ხო, პრინციპში მე ამას ვიტყოდი, რომ უფრო ეხა გარკვეულწილად კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი უნდა იყოს, იმიტომ რომ ძირითადი ეს უფრო გამაგაზი არის. ბატონო ლაშა, ანუ ეხა რა არის, იცით რომ შესაძლებელია ყველა ვერ მოვიდეს იმდენად რამდენადაც საქმე არის მრავლად მოგეხსენებათ და თუ ნუ ეხა მაქსიმალურად კი გეთანხმებით ზედამხედველობა კეთილმოწყობა და ის თავარი სამსახურები ჯანდაცვა თუნდა კი ბატონო არა გეთანხმებით ბატონო ერთი საათი არის სადაც ეს კითხვები ისმევა და ძალიან გთხოვთ ბატონო სულიკო ბატონო ლაშა უზრუნველყოთ ის მომენტი რომ ერთი საათი ადამიანები აგიჟდნენ ჩვენთან ერთად და კომპეტენტური სწორი პასუხები გასცენ ჩვენს კოლეგებს არა დღის განმავლობაში ატარდება ეს სხვა საკითხია აქ არის ომისმინა სულიკო სხვა რაღაცას ვიზახი და შენ სხვანაირად პასუხობ არა სულიკო რეგლამენტში მითითებულია როგორც წესი იწყება 11 საათზე. თუ რაღაც შემთხვევითია და 2-ზე და გვიან ვიწყებთ ეგ სხვა თემაა და ჩვენ მჭირდება ის ხალხი პირველი 1 საათი სწორად ბრძანა ამ ხალხმა. განცხადებები გაკეთდება, ვისაც პასუხი ექნება გასაცემი გასცემს პასუხს და ვინც საჭირო იქნება რომ დარჩეს სხდომაზე ბოლომდე დარჩება ბოლომდე და როგორც აგერ გოგა აქვს ყოველთვის ხშირად მისი საკითხები გამოდის და სულ აქა იგივე არჩილვანაძე ხშირადაა აქა ეგ ერთია მაგრამ ეს ხალხი როგორიცაა ზედამხედველობა და სხვა დანარჩენი სამსახურები მოვიდნენ პირველი საათი მოგვისმენ არა აუცილებელი მოვიდეს უფროსი მოადგილე მოვიდეს ვისაც შეუძლია პასუხი გასცეს კომპეტენტური მეტი არაფერზე არაა ლაპარაკი არ იქნება ბატონო თემურ პრობლემა მე დარწმუნებული ვარ და მოვლენ აუცილებლად სტომებს კი ბატონო სხვა რამე გვაქვს განცხადებებთან დაკავშირებით კარგით მაშინ პირველ საკითხზე გადავიდეთ ის არის ბატონო ირაკლი აგერა მაშინ დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი თვითმმართველი ქალაქის ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თავაბაზე თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის ნომერ 4-1 დადგენილებას ცვლილებების შეტანის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი მომხსენებელი ბატონი ირაკლი ახალაძე მოგესალმებით წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 2009 წლის 27 თებერვლის 4-1 დადგენილებას ცვლილების შეტანის განკარგულების პროექტს, რომელიც ეხება ქალაქ ბათუმში ეგრეთ წოდებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთი ნაწილზე, ეგრეთ წოდებული ბითმაშის ტერიტორიაზე 30000 კვადრატული მეტრის შეძენასთან დაკავშირებით
კონკრეტულ ფუნქციური ზონის საცხოვრებელი ზონის ცვლილებას სამრეწველო ზონად. ჩვენ ადმინისტრაციული წარმოება დავიწყებთ ამასთან დაკავშირებით, გამოქვეყნებული იყო ყველა საშუალებებით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაგეგმილი იყო კონკრეტული ფუნქციური ზონის ცვლილება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოდან მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაინტერესებულ კომპანიას აქვს სურვილი შეიძინოს აღნიშნულ ტერიტორიაზე 30,000 კვადრატული 60,000-დან 30,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც აქვს განზრახული გაზობლოკის ქარხნის, სამაციურო მეურნეობისა და ასევე მეტალობაზის მშენებლობის სურვილი. შესაბამისად, იქ გადის ნავთობტერმინალის გასადენები, მაგისტრალები, რომელიც მოქცეულია, ეს ტერიტორია მთლიანად მოქცეულია ამ ნავთობსადენის მაგისტრალებში, შესაბამისად იქ რაიმე ტიპის საცხოვრებელი მიმართულებით განვითარება და ურბანული დაგეგმარება შეუძლებელი ხდება. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა საკრებულოში წინადადება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფუნქციურად შეიცვალოს და შესაძლებლად ჩათვალა აღნიშნული ტიპის სამრეწველო მიმართულების განვითარება, რაც ასევე ფინანსური მიმართულებითაც 7 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციას ითვალისწინებს და წარმოგიდგენთ ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით ხარდაჭერას, რომ ფუნქციური ზონა, საცხოვრებელი ზონა შეიცვალოს სამრეწველო ზონად. რაც შეეხება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რადგან აცილებული იქნას იქ უშუალოდ მილის შემდეგ მდინარემდე არსებული ინდივიდუალური დასახლებების იქ მაცხოვრებლების ჯანმრთელობის და მათი უსაფრთხო ცხოვრების გარანტიები. მადლობთ ბატონო ირაკლი, გვაქვს შეკითხვები, გისმენთ ბატონო ჯავ. ბატონო ირაკლი, აღნიშნულ ტერიტორიის მიმდებარედ ცხოვრობს თუ არ ვცდები, არც დამტკიცებულია ეს ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე დარწმუნებული ვარ, ადგილზეც იქნებოდით გასულები, ცხოვრობს 4 თუ 5 ოჯახი, რომელიც შეიძლება ამ ტერიტორიაში შემოდიოდეს. და ამაზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ჭინჭარაძეებს, დავით ჭინჭარაძის ოჯახს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ოჯახები ცხოვრობს ბატონჯაბა მილის იქეთ, მდინარის მხარეს. ეს ტერიტორია ყოფილი ბითმაშის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული ინდივიდუალური სახლები. მე ვამბობ მილის იქეთ, ვიდრე მდინარემდე. იქეთ მხარეს გეთანხმებით, რომ იქ არის დასახლებები, სადაც ესეთი ტიპის მცირე საამქროები, გაზობლოკის, სამაციურო მეურნეობა წინასწარი შეფასებით რაიმე სახის ეკოლოგიურ ზიანს არ მიაყენებს. წინასწარი შეფასებაში რას გულისხმობ ბატონო ირაკლი? სრული პრაქტიკა აქვს საქართველოში, რაიმე დასკვნები აქვს ამ გაზობლოკს? არა, ამ ეტაპზე საერთოდ ესეთი ტიპის ქარხნები ძალიან გავრცელებულია, უბრალოდ დამატებით იქნება მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს. და წინასწარი შეფასები დეველოპერ დაინტერესებული კომპანიისგან ვიცით, რომ ასეთ ტიპის საამქროები და საწარმოები არ წარმოადგენს ეკოლოგიურ საფრთხეს და საში საწარმოებად არ ითვლება. ანუ დასკვნა არ გვიდევს. სრულყოფილი დასკვნა იქნება წარმოდგენილი იმ შემდეგ მიწას რო იყიდის, უკვე იქნება მიწას რო იყიდის, მაგალითად და რო ვერ არა, მე რას ვამბობ? მიწას რო იყიდის და რო ვერ მოიტანს მერე, ანუ ნებართვას აღარ გასცემს ბატონო ირაკლი. ნებართვას ვერ გავცემთ, ეს უკვე გათავისებული აქვს, რა თქმა უნდა, კომპანიას ამხელა ზიანს, რა თქმა უნდა და ზარალს თავის კომპანიას არ მიაყენებს, რა თქმა უნდა. იმიტომ წინასწარი შეფასებით. მოთხოვნებში შეიტანეთ ბატონო ირაკლი ეს აუცილებლად რა. სანებართვო მოთხოვნებში, იმიტომ რომ თავისთავად ირგვლივ დასახლებული პუნქტები, მადლობთ. რავი, ერთი ორი სიტყვით აღნიშნავ, მე პირადად და თუ ვინმე სურვილი ექნება, კიდევ შეიძლება თქვათ. მართლაც 2 თვის წინ იყო რაღაც ხარე დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, იყო მითქმა თითქოს გაზბეტონთან დაკავშირებით. უბრალოდ გაზბეტონი კიდევ ცნობისთვის არ არის ის ჩვენი ოპონენტები მაგაზე აპელირებენ, ამბობენ, რომ თითქოს რაღაც ისეთი ნივთიერებებია, ისეთი რაღაც არის, რომელიც მთელ ბენზის მოსახლეობას შეაწუხებს, თქვათ, ეკოლოგიურად.
წინასწარი ინფორმაციით ეს ძალიან უსაფრთხო იქნება, არანაირად იქ არც ერთ ეკოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და პირიქით კარგი არის რომ მართლაც ერთ-ერთი მსხვილი ქარხანა კეთდება თავისი კიდევ ცალკე დამხმარე რაღაც მინი ქარხნებით და მე ვფიქრობ რომ ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ამ მოსახლეობის დასაქმება და ჩადებულიც არის იქ რომ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს პირველ რიგში და ამიტომ ჩვენთვის ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი. თუ გაქვთ ვინმეს გისმენთ ბატონ თემურ? ხო, ჩვენ მეგვაჩნია რომ პრინციპში მიგვაჩნია რომ ზონების ასეთ ცვლილება, ასე ხშირი ცვლილებები არ უნდა არსებობდეს. ამიტომ აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ აი ახლა უფრო ჩანს ჩვენი მოთხოვნა გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, მისი აუცილებლობა, რომ არ იყოს ასე ხელოვნურად ხშირი ჩარევა ზონებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე აი ნამდვილად საჭიროა და როდესაც იქნება გენერალური გეგმა, მაშინ უფრო სხვაგვარად იქნება მიდგომა ამ მიმართულებით. ჩვენ მიწის გადაცემას თავის დროზე ჩვენმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა. დღეს ჩვენ მხარს უჭერთ ამ ინვესტიციას, მხარს უჭერთ ამ მშენებლობას, იქიდან გამომდინარე, რომ მაგ მართლა ქარხანა იყო თავის დროზე, იყო საყოფაცრო მანქანათმშენებლობის ქარხანა, იმ ტერიტორიაზე შენდება სხვა ქარხანა მართალია, მაგრამ სამრეწველო ობიექტი ისევ და აქედან გამომდინარე გვაქვს იმედი, რომ ის მოსახლეობა, ვინც იქ ცხოვრობს და ვინც შეიძლება ყველაზე მეტად წინააღმდეგი იყოს ასე ბჭყალებში თუ ისე ვიტყვით, არ ვიცი, ამ მშენებლობის, ყველაზე მეტად ისინი დასაქმდებიან და რაღაცით მიიღებენ კომპენსირებას ამ საქმეში. ამიტომაც ფრაქცია რესპუბლიკელები მხარს დაუჭერენ ამ საქმეს. ბატონი ფრიდოინი და შემდეგ ბატონი პარმენი. ასეთ საკითხებს, როდესაც იქნება სამუშაო ადგილები, ისედაც ამ გაჯერებულ ქვეყანაში, მისასალმებელია ასეთი ობიექტების მშენებლობა, ასეთი საქმის კეთება. მივესალმებით, რა თქმა უნდა, ასეთ კარგ საქმეს, რასაც სამუშაო ადგილები ქვია და ხალხის კეთილდღეობა ქვია, ჩვენი ფრაქცია, რა თქმა უნდა, მიწის გადაცემასთან დაკავშირებით მხარს უჭერთ ამ საკითხს და მადლობთ. ბატონო პარმენი. ეკოლოგიას რაც შეეხება ინტერნეტის საშუალებით მოვიკლე ანალოგიური ქარხნების ევროპაში ასე ვთქვათ ბედიღბალი როგორი არის და მინდა გითხრათ ორი მაგალითი ერთი საფრანგეთი მეორე ბელგიის თითქმის შუა ქალაქებში არის ესეთი მცირე საწარმოები რომელიც ანალოგიურ პროდუქციას აწარმოებენ იმიტომ რომ ოპერატიულად მოხდეს მიწოდება მშენებლებისთვის. კი, მადლობთ ბატონო პარმენი ინფორმაციისთვის. გისმენთ თემურმა ჩვენი ფრაქციის პოზიცია ჩამოაყალიბა ჩვენ გუშინ კომისიაზე ჰქონდა ამ საკითხზე ჟელობა, უნდა გითხრათ რომ თავის დროზე მიწის გადაცემას ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიეთ იმის გამო რომ არ შეიძლება ასე ხშირად ხდებოდეს ანუ თქვა ბიზნესმენის მოთხოვნასთან დაკავშირებით ზონის შეცვლა. ყოველთვის ჩვენ ვაყენებდით საკითხს რომ არსებობდეს ჩვენს ქალაქში გენერალური გეგმა და მიწასარგებლობის გენერალური გეგმა, სადაც განსაზღვრული იქნება და ვერავინ ვერ ჩაერავა, მაგრამ თუ ცოტა გლობალურად გადავხედავთ ამ საკითხს და შევხედავთ წარსულს, უნდა გითხრათ რომ ამ 50-60 წლის განმავლობაში ეს ზონა რამდენჯერმე შეიცვალა. ჯერ იყო სამრეწველო ზონა, კომუნისტების დროს და მოგეხსენებათ ქარხანა იყო, შემდეგ რომ ქარხანა დაიშალა, ვეცით საცხოვრებელი ზონის სტატუსი და ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეხლა გარემოებათა გამო შეიცვალა სიტუაცია და დღეს ახლა მოსახლეობას ზოგიერთი თქვათ ჩვენი საკრებულოს წევრი ამბობს რომ მოსახლეობა პროტესტს გამოხატავს, მაგრამ მე გუშინ კარგად ჩამოაყალიბეთ ჩვენ ეს ახსნა განმარტებები წინა საარჩევნოდ ჩაუტარეთ მოსახლეობასთან ჩვენც გქონდა შეხვედრა, მაგრამ მოსახლეობამ გადაწყვიტა ფაქტურად რომ ენდო დღეს ქართულ ოცნებაზე ასე წარმოადგენლობით არის ერთი წუთით რა დავას მადროვეთ თუ შეიძლება და მოგვიწევს სიძულებით ტომის შეჩერება და რაც შეეხება ეს არის მოსახლეობას დღესდღეობით ეს მოთხოვნილება ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ხო დამშვიდეთ ეხლა ნავთობსადენი გადის ეხლა დღეს იქა, მაგრამ შეიძლება გავიდეს რამდენიმე წელი, ათეული წელიც და ის ნავთობსადენიც აღარ დარჩეს. არის ის გაზბეტონის ქარხანა აღარ იყოს უკვე, თქვა მოთხოვნად, იმიტომ რომ ტექნოლოგიები იცვლება, დღეს გაზბეტონი დაშენებენ, შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში ეს ტექნოლოგია შეიცვალოს და ისევ დაუბრუნდეს
საცხოვრებელი ზონის სტატუსი. მე რა მაქვს ხედელობაში? როდესაც იქნება გენერალური გეგმა და თქვა ამაზე სპეციალისტები იმუშავებენ, შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იქ ჩვენ მივანიჭებთ თქვა დღესდღეობით სამრეწველო ზონას, შესაძლებელია ამ სპეციალისტებმა გადაწყვიტონ, რომ იქ უფრო პერსპექტიულია საცხოვრებელი ზონა. ეს შენობა იქნება შეუსაბამო იმას ნიშნავს, რომ შემდგომი ინვესტიცია ვერ განხორციელდება, სანამ არ ამოწურავს მის თავს და არ დაუბრუნდება ისევ საცხოვრებელი ზონის სტატუსი. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ მოსახლეობის თავარი ამოცანა არის დღეს და ჩვენი სახელმწიფოს ამოცანა, რაც შეიძლება მეტი დასაქმებული ხალხი ყავდეს და თქვა იქ ჩვენ ისეთი ზონა არ შექმნათ, როდესაც ავაშენეთ საცხოვრებელი ზონა, სამრეწველო ზონა გვაქვს ხელვაჩაურში და წარმოგიდგენია თქვენ ბენზინიდან ხელვაჩაურში როგორ უნდა იაროს ადამიანმა დღევანდელ პირობებში სამუშაოდ, ისედაც რთული სიტუაცია. არა, თურქეთში დადიან, გასაგებია? გადადიან, იმიტომ რომ იქ სამუშაო ადგილებია. რახან სამუშაო ადგილები არ არის, რა თქმა უნდა, იმაზე უფრო შორს წავლენ. ამ ეტაპზე ეს არის მისაღები ჩვენ და ამიტომ უჭერთ ჩვენ მხარს ამ გადაწყვეტილებას. მადლობთ. პირველ საკითხთან დაკავშირებით ვინ არის მომხრე? ბატონებო, ვინ არის მომხრე თქო? ერთხმად მიღებულია დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო ირაკლი. და იმედია ამ შენიშვნებს გავითვალისწინებთ, რაც ოპოზიციისგან იქნა და ვთქვათ იმ გენგეგმასთან დაკავშირებით იქნება რაღაც ზრვა. მოგზავნთ ბატონო გოგა მეორე საკითხთან დაკავშირებით ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. 2015 წლის 27 ნოემბრის ნომერ 71 განკარგულებაში სრულების და დამატების შეტანის შესახებ. მოხსენებელი ბატონი ერგასლან ლომაძე. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ განკარგულების პროექტს. როგორც იცით, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს იქ შიგნით არსებული მცხოვრები მოსახლეობის სანაცვლო საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების ღონისძიებები. დღეს მდგომარეობით დარჩენილია 11 ოჯახი. ამ 11 ოჯახიდან წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ითვალისწინებს 5 ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემას, ხოლო ის ბინები, რომლებიც არ არის გარემონტებულ მდგომარეობაში, ესეთი ტიპის ბინა, ვისაც გადაეცემა ასევე რემონტისათვის განკუთვნილი თანხა 1 კვადრატულ მეტრში 250 ლარის ოდენობით. დანარჩენ ოჯახებთან მიმდინარეობს მუშაობა, მოლაპარაკება, როგორც კი მათთან იქნება მიღწეული შეთანხმება, დამატებით წარმოგიდგენთ შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს. ბატონ ჯაბო გისმენთ. ბატონო გოგა, რამდენია დაკმაყოფილებული და რამდენია დარჩენილი და რა, აი 39 ოჯახი იყო სულ, 29-ისთვის დარჩენილია 11. თქვენს მიერ თუ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, დარჩება 6 ოჯახი. ანუ რა გადაწყვეტილებებს ველოდებით გოგა? აი პროცესში რა არის? იმიტომ რომ ძალიან ხშირად აწუხებს ეს ხალხი სამაჟორიტაროდან გამომდინარე და ანუ იყო სიტუაცია რომ აი გვარი დამავიწყდა სამწუხაროდ რომელიც ელოდებოდა თანხას, რემონტის თანხას, ეს გადარიცხულია, ხო? არა, აბურჯანიების ოჯახზე გეუნები. დღევანდელ დღემდე, ვისაც გადავეცით, ბინები ყველა იყო გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინა იყო გარემონტებული. ბინა იყო გარემონტებულ მდგომარეობაში, ავეჯის გარდა გამზადებული იყო ბინა, შესაბამისად, ჩვენ თანხების გადარიცხვა არ მოგვიხდენია, გარდა იმისა, რომ 1000 ლარი ჩაურიცხეთ ტრანსპორტირების და სხვადასხვა ხარჯების გასაწევად, ხოლო დღეს წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ამაში არის ისეთი ბინები, რომლებიც არის შავი კარკასის მდგომარეობაში და აი ამათ ვაძლევთ რემონტის თანხებს. სხვისთვის ჩვენ არ მიგვიწია. ანუ დანარჩენ 11 კაცზე ხა საუბარი თუ აჰა, კაი, მადლობთ. უკაცრავად ბატონო გოგა. დარჩენილი 6 ოჯახი როდის ფიქრობთ იმათ ასეთი პრობლემის მოგვარებას? ჩვენ ვფიქრობთ გაზაფხულისთვის ეგ თემას საერთოდ დავხუროთ, ეგ ორი ტიპის პრობლემა გვაქვს. ერთი არის რომ ზოგიერთი ოჯახისთვის შეთავაზებული ბინა მათ არ აკმაყოფილებთ იმის გამო რომ სულადობით ბევრი არიან და ანუ პრობლემა ექნებათ ფიზიკურად, პრობლემა ექნებათ ზოგიერთი ტიპის ოჯახებია, რომლებიც უბრალოდ ესე ვთქვათ იმ
ისეთ სახის პრობლემებს გვიქნია, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის შეგნებულად სპეციალურად, რომ მაქსიმალურად მეტი მიიღონ, იმაზე მეტი, რაც ეკუთვნით და რაც სამართლიანი იქნება მათთვის გადაცემა. ასე რომ ამ ოჯახებთან ჩვენ მუშაობთ და როგორც კი დავასრულებთ მოლაპარაკების პროცესს, წარმოგიდგენთ შესაბამის აქტს. მადლობთ. რა შეიძლება იმაზე მეტი ითქვას, რომ 42 ოჯახს მოუწესრიგდა, 42-ს მინუს ჯერჯერობით 6 ოჯახი, 36 ოჯახს მოუწესრიგდა ცხოვრების პირობები. რა მოუწესრიგდა? არა, ეხა ბოტანიკურ ბაღში ცხოვრება და ეგ არის ხო ზუსტად ვიცით ყველა თქვათ და კომისიის წევრიც ვიყავი და ვხედავდით იქ რა პირობებში ცხოვრობდნენ ეს ადამიანები. და 10 წლეულების განმავლობაში პირველად მოხდა ეს, რომ ამათ უკვე დღესდღეობით აქვს ნორმალური ცხოვრების პირობები. ეს სხვა ხელისუფლების პერიოდში გახდებოდა კი ბატონო, გახდებოდა პიარის საგანი და ამით თქვა ერთი 3 თუ 4 არჩევნების საკითხი გაივლიდა და ამიტომ ჩვენთვის ეგ არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის უფრო არის ამ ხალხის ბედი და ხვალინდელი დღე და ამიტომ მიულოცოთ კიდევ ამ 5 ოჯახს და მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემები და მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა მოწესრიგდეს ეგ ყველაფერი. კარგით, ვინ არის? ლაშა, პიარი არ გივარდათ რა, უნდა გითხრათ. თქვენ არ გჭირდება. ასეთი რაღაცა რო კეთდება ქალაქში და ასეთი რაღაცას რო აკეთებს ის ადამიანი, ცოტა გააპიარეთ რა. ერთი წუთი. ბატონო თავმჯდომარე, მე ვეთანხმები ახლა. საქმე იმაშია, რომ საკმაოდ კარგი თანხაა იგივე რემონტისთვის შეთავაზებული რა. მე სპეციალისტებს ვკითხე და ძალიან ესეთი მართლა ევროპული დონის რემონტი შეიძლება ამ თანხად ადამიანმა გააკეთოს და მაგნაწილში ბატონი ირაკლის ვეთანხმები, რომ თუ კი ამას ცოტა ისე უფრო ხმამაღლა და უფრო თამამად ვიტყვით ეს გარკვეულწილად რაღაც ბატონი ირაკლი იყო ჩვენთან ამ 4 წლის განმავლობაში და თვითონაც იგივე აზრზე იყო მაშინ, რომ არ გვინდა პიარი საქმე ვაკეთოთ და ესე ორიგით ვაბავდი რომ აი რაც შეიძლება ნაციონალებიდან გადაიღო ესა პიარი. ქალბატონო ნატო, რატო უყარო თქვენში ბატონო თემური? ცოტა ილაპარაკონ მაშინ პიარზე ხო გვეუბნები და გისმენთ ქალბატონო ნატო მე და გისმენთ ქალბატონო ისა ბატონო ფრიდონ ბოდიში. პიარის თემას გამოვეხმაურები ბატონო ირაკლი. მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია ყოველთვის მიეწოდება საინფორმაციო წყაროების საშუალებით საზოგადოებას და ვისაც უნდა გაიგონოს, დაინახოს, ესმის და ხედავს. იმ პიარს, როცა 5 ტრაქტორი დარბოდა ეთიკაციები საქართველოს სხვადასხვა, მე მაგას თვალებში ნაცრის შეყრას უძახი და ამავე დროს სატელევიზიო დროის არარაციონალურად გამოყენება სხვა შორის არ ღვივდა კანონს. ასე რომ დავნახავი, დაინახავს და გაიგონოს და რაც თავარია, თვითონ ის ხალხი ნახავს სარგებელს ამ სიკეთისგან. ბატონო ფრიდონ გისმენთ? ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ზაფხულში ასე დიდებულ პარკში ცხოვრებას არაფერი ჯობია, მაგრამ იქ ზამთარშიც ვართ ნამყოფი და ვიცით რა როგორი რთულია ფაქტურად მოწყვეტილი იყო საცხოვრებელ პირობებს, იქ მაცხოვრებელი ხალხის ცხოვრება, მაგრამ გვაინტერესებს უბრალოდ ალბათ ქალაქშია ხო ის ბინები, სადაც ქალაქში ბათუმში დიახ, დიახ. ლერმონტოვის ქუჩაზე. მივესალმებით, ძალიან ახალი მშენებარია ალბათ ხო? დიახ. ძალიან კარგი, მივესალმებით. კარგით, ვინ არის მომხრე უყაროთ კენჭი? ერთხმად მიღებულია, დიდი მადლობა კოლეგებო, სდომა დასრულებულია.